დილამშვიდობისა დღეს 22 მაისია, ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ კახა მიქიაშვილთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას მშვიდობიან, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას, ასევე დღეს არის შიო მღვიმელის ხსენების დღე და გილოცავთ ყველას. ყველას მოგესალმებით, მეც გილოცავთ, რა თქმა უნდა, დიდი წმინდანების სცენებას და ჩვენ შევეცდებით, რომ დღევანდელი გადაცემა საინტერესო იყოს თქვენთვის, თუმცა მანამდე ვიდრე გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ, გარდა ამ წმინდანებისა, თუ რომელ წმინდანებს იხსენებთ დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, კალენდრის მეშვეობით შევიტყვით. 22 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილთა აღმოყვანებას მირონ ლუკიიდან ბარში. ასევე ღირსი შიო მღვიმელის მიცვალებას და მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ესაიას, წმინდა მოწამე ქრისტეფორეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას და გავაცნოთ ანონსი ჩვენს მაყურებელს, ანუ სტუმრები და თემები, თუ რას იხილავთ დღევანდელ გადაცემაში. როგორც უკვე ვთქვით, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზობას აღნიშნავს მირონ ლუკიიდან ბარში მისი ნაწილების გადაბრძანებას. ეკლესია ასევე მოიხსენიებს ღირს შიო მღვიმელს და ამ თემაზე სასაუბროთ ამ ორი დიდი წმინდანის შესახებ. ჩვენი სტუმარი იქნება ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება, უკვე მესამე წელია, რაც ბოლნისი ათეულობით მარანს, ათასობით ქართველსა და უცხოელ ღვინის მოყვარულსა და პროფესიონალს მასპინძლობს. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდება ფესტივალის ორგანიზატორი სომელიე ბატონი ჯაბა ძიმისტარიშვილი. წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში, ასე ქვია ახალ გამოცემას, რომლის წარდგენებაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში გაიმართა. გადაცემის ველოდებით ნახავთ სიუჟეტს ამ თემას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი სოლო კონცერტისთვის ემზადება, საღამო რუსთავში გაიმართება ამჯერად. საგალობელი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამის წარსდგემა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის დასკვნით განწყილში შემოგვიერთდება გუნდის ხელმძღვანელი მაია მიქამბერიძე. ახლა ამინდი მოვისმინოთ. ჩვენიერი ამინდია. მზეა, გაზაფხული დღეს უკვე იგრძნობა. იმედია ასე გაგრძელდება. ნახავთ დღის განმავლობაში როგორ წარიმართება ამინდი და უკვე ამინდის პროგნოზის შემდგომ დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად დაგვეულოდეთ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ძველსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეგანოზი გიორგი გუგუშვილი. დილომშვიდობისა, მამაგერგი დილომშვიდობის მოგესალმებით. დღეს გამორჩეული წმინდანების სენება, სხვა წმინდანებთან იხსენებიან დიდი წინასწარმეტყველი ესაია, შიომღვიმელი, წმინდა ნიკოლოზი, როგორც გითხარით, გარდა ამისა სხვა წმინდანებიც, თუმცა ყველაზე საუბარს ვერ შეძლებდა, ალბათ წმინდა ესაეთი დავიწყოთ, ძველი აღთქმის დიდი წმინდანი. ეთელი მეც მოგილოცავთ, მიულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, რადგანაც წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით, როდესაც იგი აღსაყდრება მოხდა მისი შეავედრა ჩვენი ქვეყანა, დედა ეკლესია წმინდა ნიკოლოზს და წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ქვეშაა ჩვენი მართლმადიდებელი. სეციურ პატრიარქად ეწოდება ჩვენი ეკლესია. ეს არის და მარადიულ პატრიარქად და მარადიულ მფარველად. და მოგილოცავთ და განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, გუშინ სკოლა დაამთავრეს. ბოლოზარი იყო ბავშვებს და წმინდა ნიკოლოზმა, წმინდა შიომღვიმელმა, ესაია წინასწარმეტყველმა დაიცვას ამ ბავშვების მომავალი ცხოვრება ქართველების, რომლებიც შეუხვდი ძალიან ნიჭიერები, კარგები, გონიერები და ლამაზები და სულ წარმატებული ცხოვრება მისცეს. საქართველოს და მოგილოცავთ თქვენ. დიდი მადლობა. ისე წინასწარმეტყველზე ალბათ დავიწყოთ ისე წინასწარმეტყველით, ძველი აღთქმის წმინდანია და რა თქმა უნდა, ბუნებრივია მოვიდათ და ისე წინასწარმეტყველი რომელთანაც ჩვენ ხვდება მესიის შესახებ, ქრისტეს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება. აი რა შეიძლება ვთქვათ, ნუ ვქნათ რომ სამივე წმინდანზე უნდა გადავანაწილოთ საუბარი. რთულია მესმის, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შევიწყოთ. მიმანიშნეთ, თქო შეიძლება შევეცლებით, რომ თან კითხვებით განიშნოთ. კი ბატონო. წმინდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ამასიას დროს დაიბადა ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში. იგი იუდეველთა სამეფოში დაიბადა, იერუსალიმში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა. ამასიას ძმისშვილი იყო და იგი როგორც რელიგიური რეფორმატორი ასია ცნობილი, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო აქტიურად ჩაბმული. თქვენ როგორც ბრძანეთ სამართლიანად, იგი იყო ის დიდი წინასწარმეტყველი, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის დეტალებს აი ზედმიწევნით აღწერდა. თითქოს მის გვერდით ყოფილიყო თავის თვალით ეხილე ეს ყოველივე და ეს ყოველივე იმიტომ ხდებოდა, რომ წინასწარმეტყველი არა თავისი სისხლით და ხორცით, არა თავისი გონებით, არამედ უფალმა განაჭრეტია ახილვინა მომავალი როგორ იქნებოდა და მაცხოვარი ხშირად იხსენებს ხოლმე წმინდა ესაიას მის შეგონებებს წმინდა წერილში, ასევე ესაიამ უწყებული აქვს რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით, ივანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით, რომელიც იქნებოდა წინამორბედი მაცხოვრისა და გაამზადებდა მაცხოვრის მისაღებ გზებს, ასევე მაცხოვრის ორბუნების შესახებ და სამართო და კაცობრიობის ბუნების შესახებ და ესე შემდეგ და წმინდა ესაია სწორედ აი თქვენ როგორც და ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, ყოველთვის აღნიშნავენ, იგი მეხუთე მახარებლად იწოდება, მათე, მარკოს, ლუკა, ივანე მეხუთე მახარებლად იწოდება, იმდენად მრავალი ნიუანსი აქვს თავის წინასწარმეტყველებაში აღწერილი. ესაია წინასწარმეტყველი ზოგადად ძველ აღთქმაში 16 წინასწარმეტყველია, 4 დიდი და 12 მცირე და ესაია თავისი აი მაცხოვართან, მაცხოვრის ცხოვრება მოღვაწეობასთან იმდენად მრავალ ასპექტს აღნიშნავს, რომ იგი არის გამორჩეულად დიდი, გამორჩეულად ახლომყოფი მაცხოვრის მოღვაწეობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მას იუდეის სამეფოში 5 მმართველთან მოუწია ყოფა, ესე იყო ნაქაზია, მანასე, ეზეკია, ესენი წარმართებისკენ იყვნენ მიდრეკილნი და იგი ამხელდა მათ დაუღალავად. ერთ-ერთი იყო ეზეკია, რომელიც მასთან ძალიან დაახლოვებული იყო და იგი იყო მისი მფარველი, რადგანაც ავად იყო ეს მეფე და წმინდა ესაიას შემწეობით იგი განიკურნა მტერი შემოსეული, რომელიც იერუსალიმის გალავანს ადგა, ამ წმინდა დიდი წინასწარმეტყველის მეოხებით უკუნიქცა და გადარჩა ქალაქი განადგურებასო, მაგრამ რაც შეეხება მანასე მეფემ, რომელიც იყო წარმართი, დაიწყო მისი დევნა და როგორც მოგახსენეთ, წმინდა ესაია 770-687 წლებში ცხოვრობს, ესაა მერვე საუკუნე. მან თითქმის 83 წელი ხანგრძლივი ცხოვრება განვლო, მაგრამ ეს უკვე მოხუცი კაცი გარბის გაურბის მათ დევნას და ხის ფუღუროში შევძრა დაიმალა, ელოდება რა მოხდება და მდევრები მოვიდნენ და გადახერხეს ესაია ამ ხესთან ერთად და მაცხოვარი
კი ამბობს ხშირად იგავებით კი ესაუბრება ხოლმე წმინდა წერილში, რომ მოვავრინეო ჩემი წინასწარმეტყველებზე არის საუბარი, ზოგი მოკალი, ზოგი განაბნიე, ზოგი და ეს ერთ-ერთი იყო, აი სწორედ ესაიას შესახებ ბრძანებს მაცხოვარი, როგორ ღვთის მოღვაწეობის გამცხადებელი წინასწარმაუწყებელი, როგორ და რა მდგომარეობით ასე გავიდა ამ სოფლიდან და როგორ აწამეს, ახლა კი ამბობთ თქვენო და გინდათ რომ თქვენი მამების საფლავები გაალამაზოთ, ამბობთ რომ ჩვენ მათ დროს რომ ყოფილიყავით, არაფერს არ ვავნებდით, ხოლო თქვენი ქმედება როგორც საფლავი გარედან არიან განგოზილი, ხოლო შინაგან აღსავსენი უწმინდურობითაო და ესაიას ხორებას აი ამითი ადასტურებს მაცხოვარი და მის დიდ მოღვაწეობას. წმინდა ესაიას შემწეობით ღმერთმა დაგვიროცოს და სამშობლო. რა შეიძლება ხო შიომღვიმელი. სხვა შორის რა 2 დღის წინ იყო ასურელი მამების ცენება და რომელთაგან ერთ-ერთი შიომღვიმელი გამორჩეული. თითოეული მათგანი გამორჩეულია, მაგრამ შიომღვიმელის შესახებ კიდევ შეიძლება. და რა საოცრებაა ბევრი აღნიშნავს ამას, რომ ასურელი მამები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ხო მათ როგორც ჩვენ წინაპრებად და როგორც ქართველებიდან არ განვასხვავებთ, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი სულიერი ცხოვრების განსაკუთრებით სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრებაში. აი უნდა აღინიშნოს, რომ ასურელი მამების შემოსვლის 2 ეტაპი არის ქართულ წყაროებში. თუმცა კი ამ წმინდა მამათა ცხოვრებაში უწყებულია, რომ ისინი ანტიოქიიდან იყვნენ, მათი მოძღვარი იყო წმინდა იოანეს ზედაზნელი, რომელიც გამორჩეული სულიერებით აღმატებული ადამიანი იყო და შიომღვიმელზე გადავიდეთ, თამარი გავაგზავნოთ. დიახ, რადგან მის ხსენება განსაკუთრებით არის დღეს საბოლოო. გარდაცვალების დღე არის. დიახ, წმინდა შიოს მშობლები წარმატებული ხალხი იყვნენ, მორწმუნე ქრისტიანები, ესენი მე-6 საუკუნეში მოღვაწეობენ და ამ ბავშვმა თავიდანვე გამოიჩინა საოცარი გულმოდგინება წმინდა წერილის შესწავლის საქმეში. 16 წლისა რომ გახდაო, თითქმის სრულყოფილად დაისწავლა წმინდა წერილი და გაიგო რომ მოგვიანებით რომ წმინდა იოანე ჩამოსულა მათ ქალაქში, მივიდა მასთან დაემოწაფა და იოანემ იწინასწარმეტყველა შენ მომავალი ნეტარი მამა ხარ, ხო და ეს მოგწალებული ყმაწვილი მოგწალებით ეუბნება და უნდა რომ ეს ესეთი შექება არ იმსახურებს და მე ეს მეხარია რომ მე ნეტარი მამის მამა ვარო. ხო და მოკლედ წმინდა იოანესთან საუბარში გაირკვა რომ წმინდა შიოს სურს რომ ბერმონაზრული ცხოვრება იტვირთოს. იოანე არიგებს მას და მოუწოდებს და ეუბნება რომ წადი მშობლებისგან გამოითხოვე ნებართვა და შემდეგ მოდი და აი აღვასრულოთ შენი სურვილი. და ესე მოხდა რომ დამწუხრებულია წმინდა შიო მომავალი ნეტარი დიდი მამა რომ მისი მშობლები ერთი შვილი ჰყავთ და იგი ისინი არ დათანხმდებიან მის მონაზვნობას, მაგრამ იოანე გაამხრენებს და ეტყვის სანამ შენ გახდები ბერაც ბანამს აღიკვეცები, შენი მშობლები გახდებიან ბერმონაზვნები. მიდის იგი სახლში და მშობლებთ ეკითხებიან რატო სადიყავი არ ვიცოდით, მის ცხოვრებიდან არის დეტალები ალბათ ყველა მიცის და არ პასუხობს მას შიო და შემდეგ ისე იყო კვირა დღეს მსახურება ეკლესიაში, კვირის მსახურება აღესრულება და შიომ სთხოვა მშობლებს ეკლესიაში ერთად არიან და როდესაც სახარების კითხვის ჟამი მოვიდა ლუკა მახარებლის მე-14 თავის 26-ე მოხლია თუმე შიო სთხოვს თავის მამას რომ სახარება სადაც იკითხება იქ ახლოს მივიდეთ რომ სახარებიდან აი ეს პირდაპირ ჩვენთან გადმოვიდეს, მიუახლოვდეთ და რომელი მოვარჩენდა და არა მოიძულოს მამაისთვის, დედაისთვის, ცოლითვისი, ძმაითვისი, განათესა და შემდეგ სულიცათვისი ვერ ხელეწიფების მოწაფედ ყოფნად ჩემდა და ეს რომ მოისმინა რაღაცა თითქოს ესეთი იყო ნიშანი, ხო სახლში მიდიან და შემდეგ ეკითხება შიო რომ მამას აბა დღევანდელი სახარებიდან რა იყო ესეთი მნიშვნელოვანი რა გაიგე, შემდეგ შიო აუხსნის მას რომ თუმე უფალთან ყოფნას როგორ უნდა ამ ქვეყნიური სიმძიმეები, ტვირთი, საზრუნაები უნდა განიშოროს, თუ უნდა რომ ნამდვილად უფალ შეუდგეს. და მშობლები დაარწმუნა მამა, შემდეგ დედა, რომ ეს გზა ყველაზე აღმატებული, ყველაზე სათუთი და ძვირფასია და ისე მოხდა, რომ ჯერ დედა წაიყვანა დედათა მონასტერში და აღიკვეცა იგი მონაზვნად, შემდეგ მამა მიიყვანა, ოღონდ პირობა იყო ესეთი, მამას თხოვს რომ ჩვენ კი წავალთ, მაგრამ ეს ერთი შვილი ყავთ, რაცაა შენ მიხედე, უნდა ცოლ-შვილდე და ოჯახი გაამრავლო. მოკლედ მამაც მონასტერში და თან პირობა დაუდო მშობლებს რომ თქვენ რომ აქ დარჩებით, მოშორებით არის დედათა და მამათა მონასტერი, ბუნებრივი აღარ შეხვდებით ერთმანეთს და ვერც მე ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ ყოველივე უნდა განვიშოროთ. და მართლაც ესე იყო, შიო მიიყვანს რა
მშობლებს ამ მშობელთა საზრუნავისგან გათავისუფლებული უფრო აღმატებულ საზრუნავს შეება მან თავისი ქონება რაც ქონდა ეს ახარებისეული შეგონება რომ არის მაცხოვარი ეუბნება მდიდაჭაბუს გაყიდა შენი ქონება და დაურიგე გლახაკებსო შიომ გაყიდა თავისი ქონება დაურიგა გლახაკებს დაურიგა ეკლესია მონასტრებს და შემდეგ ვიდის დიდმამა იოანესთან იოანესთან 20 წლის განმავლობაში მოსაგრეობენ და იოანეს ჰქონდა წმინდა იოანე შემდგომში ზედაზნებს დიდი გამოცხადება ღვთისმშობლისა რომ უნდა წამოსულიყვნენ საქართველოში და საქართველო უნდა კვლავ მოექციათ მეორედ და რამოდენიმე დღიანი ლოცვის შემდეგ მოკლედ უფალმა აუწყა რომელი 12 მოწაფეებმა წამოიყვანა საქართველოში მოდი არა საქართველოში იმჟამად არის ევლავიოს კათოლიკოსი და მას გამოცხადება ჰქონდა რომ დიდი მამები მოდიან კათოლიკოსი ხო და უწება იმის შესახებ რომ ესენი არ არიან დიდებულად მოსწინი უბრალოდ მწირი მოღვაწეები არიან და ზენასოფელში დგას და ელოდება როდის მოვა და ამასაც დიდი მოღვაწეა ევლავიოსი ასევე დიდი სულიერებით გამორჩეული და დაინახა მწირი დაბეჭდილი შესამოსლი ფეხშიშველები მოდიან მიეგება და დაუჩოქა იოანე და ქართულად დაიწყო მეტყველება აი სწორედ ამასთან დაკავშირებით არის უწისა რომ ესენი იქნებ ქართველები იყვნენ რომლებიც საქართველოსდან იყვნენ ანტიოქიაში წასული იქ განისწავლენ და შემდეგ ესეთი ვერსიაც არის თუმცა კი სულიწმინდის მოფენის შამს მოწაფეების სხვადასხვანაირად ამატყველდნენ ამავე დროს მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეუბნება რომ აი ნიშანი იმისა რომ თქვენ უნდა იქადაგოთ იქნება რომ სხვადასხვანაირად იმეტყველებთ და რაიმე განსაცდელები რაც არ უნდა იყოს თქვენ ამას ზიანს ვერ მოგაყენებთ მართლაც იწყებენ ისინი სხვადასხვანაირად მეტყველებას ქართულ ენაზე მეტყველებას შეიკო ევლავიოსმა წამოიყვანა სვეტი ცხოველზეა საუბარი კარგახას არიან ლოცულობენ ხოლო შემდეგ გამოცხადების შემდეგ ეს მამები 12 მამა რომელიც ჩამოიყვანა წმინდა იოანემ განაწილდნენ ქართლსა და კახეთში თვითონ იოანე ზედაზეზე დაკვეთდა წმინდა შიო მცხეთის დასავლეთით ყრუ ხეობაში მიდის სადაც ჯაგნარი გაუვალი ტყეებია და რაღაცა პატარა ღვინო ნახა სადაც მარტო თავი რომ შეეფარებინა ესეთი პატარა ღვინოა გამუდმებულად ლოცულობს არის ესეთი უწყება რომ 40 დღე ილოცა მშიერი იგი არც ეძიებს საზრდელს და დიდი ბრძოლები აქვს მოსულიერი ბრძოლები რაცემული ანგელოზების მოკლედ შემოტევები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით იგი გაძლიერებული 20 დღე ყლა 60 დღის განმავლობაში ლოცულობს მარხულობს და შემდეგ ისე მოხდა რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუწყოს მას რა უნდა იმოღვაწეოს რა უნდა გააკეთოს და 2000 ადამიანი შეიკრიბა მასთან და ერთხელაც განიზრახეს რომ ეს მისი მასთან ყოფნი რომ იქნება ტაძარი ავაშენოთ და მიდიან ტაძრის ადგილი რომ ნახონ ადიან მთაზე და ხელზე დაიდებს ნაკოჩხალს საკმეველს დაადებს და ლოცულობს და შემდეგ ისე ღვთისნებითო ეს საკმეველის მინიშნება იყო საკმეველის კვამლი აიწია ზეცად და შემდეგ წამოვიდა დაბლა და როგორც სვეტი იმ ადგილას და ხო სადაც შემდგომში ტაძარი იქნა აშენებული ჩამოდის მართლაც წმინდა შიო დაიწყებენ ამ ადგილის გასუფთავებას და სადაც შიო მღვიმელის მღვიმე არის აი იმ ადგილას აღაშენებენ დიდ მონასტერს. ასე მოხდა რომ უამრავი ხალხია კოდმანის და სარკინეს მთაზე განაწილდებიან, ააშენებენ კელიებს და დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობს. შემდეგ უამრავი მომსვლელია მათთან და გარე ეს ცხოველებიო, გარეული ცხოველები მათ მომსვლელთა ცხენებს, ჯორებს თურმე ჭამენ და შიოს იმხელა დიდი ღვაწლი ჰქონდა რომ ეს ხალხი შეწუხებულია გამოდის და მოუწოდებს ცხოველებს ნახეთ აგური ის იკონოგრაფიაშიც არის ხო ეს ცხოველები ამორჩილებიან ხო აი მამაი კათალიკოსი გავხსენთ და სხვა ამრავი წმინდა თეკლა პირველ მოწამე და სხვები როგორც ცხოველი კი ბატონო ხო და მოუწოდებს ცხოველებს და ეუბნება რომ აი წადით თქვენ ხართ გარეული ცხოველები წადით თქვენ და ესენი აქ არიან მოსულები და აღარ შეაწუხოთ და მართლაც მორჩილად მიდიანო ისმენენ მის სიტყვებს და ხო აი საოცარი რამაა და ერთი მგელი რომელიც დარჩა ამასთან და მგელს ეტყვის რომ შენ ეს ცხოველები რომლებიც აქ არის დამწყსე ისე რომ არაფერი ემუნოთ და მართლაც 6 წლის განმავლობაში ეს მგელი მწყსის ამ მონასტრის ცხოველებს ასევე მომსვლელთა ცხოველებს
ერთხელ ისე მოხდაო რომ ერთი ჯორი თუ ვირი დაეჯახაო მეორეს ბუნება მათი ესეთიაო წიხლი კრავო და კლიდან გადაიჩეხა და აკლია ერთ-ერთ ბერს არ არის ბერის ეს ვირი მოსული და მიმართა წმინდა შიოს რომ რა არის ეს მგელი რომელიც მოიყვანეო ალბათ მან შეჭამაო და თუ მე მგელი ჯოხს ეტანება პირით რომ წაიყვანოს და აჩვენოს და ეს ბერი არ მიყვება და შემდეგ შიომ ორი მოწაფე გაატარა და ნახეს მიიყვანა მგელმა იმ კლდეზე დაინახეს საიდანაც იყო გადაჭეხილი ეს ჯორი და მოკლედ სხვა უამრავი სასაული ერთხელაც ისე მოხდაო რომ ჩქარობ ძალიან და ამიტომაც უკვე მიცვალების დღეარი და ამ წუთში აღსასრული როგორი იყო და შემდეგ კი ბატონო და წმინდა იოანემ წაიყვანა ისე წირკნელთან ეს სამი მოწაფე შეიკრიბნენ და იოანემ ჭიხაში ღვინო ჩაასხა რომელიც მისი ბუნებისთვის არ იყო ჩოული და ჰაერში გააჩერეს აკურთხა და ჰაერში გაჩერდა ღვინიანი ჭიქა და ეუბნება რომ თქვენო მომავალი ეპისკოპოსები ხართ მადლის მოსილნი და აკურთხეთო თქვენო და აიღეთო და ხელი ვერ გაბედესო არ აიღესო იოანე ზედაზნელა სამივე მოსო ეს ჭიქა და შემდეგ მოუწოდეს მათ აი რა სასწაული უნდა აღასრულონ ხალხმა რომ ნახოს და შიომ გვიმერმა ორივე ხელზე ნაკურთხალი დაიდო და აკმიე ყოფი ხალხი და ეს გაკვირებული ხალხი რომ მათ უყურებს იგი ამბობს რომ აი სწორედ ესაა რომ უფალი იმდენად აღმატებულია რომ მას ხელსაც კი აწვევს რაც შეეხება ისეთ წილკნელს მან მდინარე გსნიდანო დადო თავის კვერთხი და წამოიყვანა და ეს უდაბური ადგილი წილკნის ეკლესიამდე წყარო ჩამოიყვანა წყალი ჩამოდისო და შეეხება შემოგვიმერს ბარემ უამრავ საუბრია რომ ერთ-ერთ მოწაფესო რომელსაც წყარი მოქონდაო გაუტყდაო კოკა და შიო როცა მერვილობს შიო მკლდეზე მიადო ჯოხი და გადმოვიდაო პატარა წყარო რომელიც ახლაც არის ხომ შემდგომ ესე მოხდა რომ აი დაემშვიდობა იგი თავის ძვირფას მოძღვარს იოანეს თავის მეგობარს ეწერკნეს თავის მოწაფეებს და სწხოვა მოწაფეებს რომ მე უნდა ჩავიდე ღვიმეში და იქ უნდა ვიმოღვაწო იქ უნდა ვიყო აირჩიე თქვენთვის წინამძღვარი და ევაგრე აირჩიეს წინააღმდეგობის მიუხედავად იმიტომ რომ ყველა მორჩილებს დიდ შიოს და იგი ჩადის ამ ღვიმეში და მთელი რამოდენიმე წლის განმავლობაში არის უწყებული 18 წელი არის ცოტა ნაკლები რომ ამ ხნების განმავლობაში იქ იმყოფებოდა მას ერთი მორჩილი მცირეოდენ ბურსთან მცირეოდენ წყალს აწვდე და ხორცის საოხად სხვა დანარჩენად იქიდან აღარ გამოსულა და იქ იმყოფებოდა და წლების განმავლობაში ასწლეულების განმავლობაში მისი მიცვალების დღესა სხვა დღესასწაულებზე გამოდიოდა ამოიწეოდა მისი წმინდა ნაწილები და მასთან მიდიოდნენ და მრავალი უბნებითი სასაული აღესრულებოდა აი ამ ღვიმეში თუ ნებას მომცე ტროპარს თუ არ არის სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმა სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი ღმერთ შემოსილო და სასაულთა ღვთისამიერ მოცემულთა იხწით ქართველთაერსა ვინაც ამ ხედველნი შენ შორის მადლითა სულიერითა გვადიდებთ შემოქმეცა ღირსო შიოდაც ძვანი შენი შიშველი მღვიმით ქვეშე ქვეყანით ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლეთ მეოხად მორწმუნეთა და კურნება ცულთა ჩვენთან მრავალი სასაული აღესრულებოდა სწორედ ამ წმინდა ნაწილებიდან და ისტორიას აღარ დავაგრძელებ როგორი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული მონასტერია ჩვენ რამდენიმე წუთი გრჩება მაგრამ ნიკოლოზე რომელიც ისტორიულ ყველამეთს შეიძლება ვეთქვას რომ ერთ-ერთი ყველა ეს საყვარელი წმინდანი მსოფლიოში მათ შორის არაქრისტიანებიც მიაგებენ პატრიოტიზმს და ბევრი სასწაული ხდება დღეს როგორ თქვით არის მისი ნაწილების ბარიდან ოლიმპიაში გადაბრძანება ჩვენთვის განსაკუთრებული საყვარელი რაჭველები ვარ და რაჭე ნიკორწმინდის ეპარქია წმინდა ნიკოლოზის ეპარქია ხატი რასაოცარია ხო ნიკორწმინდის გამორჩეული ხატია და აი რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ალბათ არ არსებობს ადამიანი წმინდა ნიკოლოზი არ იცოდეს წმინდა ნიკოლოზი რომელიც მეოთხე საუკუნის მოღვაწეა უწყებულია დაახლოებით 335 წელს გარდაიცვალა აღესრულა იგი ლუკიის მხარის ქალაქ მირონში დაასაფლავეს დაკრძალულია იქ მისი საკათედრო ტაძარი სიონად სახელდებული და მოკლედ როგორც ცნობილია გამოცხადება საკინოზები შემოვესიან და ხერსონიდან ანტიოქიიდან ვიდრე იერუსალიმიდან და სულ ყველაფერი გადაბუგეს ქვაქვაზე აღარ დატოვეს და ნაცარტუტად აქციეს ასე მოხდა ეს ქალაქიც აქედან მოსახლეობა აიყარა და 4 დარაჯი ყავს 4 მონაზონი ბერი ამ წმინდა სიწმინდეს რომ იცავს ერთ-ერთ ბარის ქალაქ ბარი ეს არის იტალიის დიახ მოძღვარს ჰქონდათ ჩვენება რომ იქიდან წმინდა ნიკოლოზი ითხოვს რომ მისი ნაწილები გადააბრძანონ რა ქვია ბარში მირონ ლუკიიდან აუწყა
თავის თანამოქალაქეებს სამი ხომალდი შეიკრიფა სწრაფს გააწარემართენ როგორც პურის გამყიდველები აღავსეს ეს ხორბლით 57 მხედარი წაიყვანესო ანტიოქიაში გაყიდეს ეს ხორბალი შემდეგ სხვა რაღაცები იყიდეს ვაჭრები და გაიგეს რომ ვერენციელებს რომ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები წაიყვნენ იქიდან მათ მოასწრეს მივიდნენ და ეს აღწერილი არ მინდა ამების გახსენება წარიპარის ეს ხალხი შეურაცხეს ეს ბერები დააბეს מחვილით თავით მოსიკვდილით დაემუქრენ კატეხესეს სარკოფაგი ამოიღეს სავსე იყო მირონით მისი წმინდა ნაწილები და წამოვიდნენ მოკლედ მირონის ქალაქის მოსახლეობამ რომ გაიგო რომ წმინდა ნაწილები წაიღეს მოდიან ევედრებიან უკან დააბრუნონ ცრემლით ხო და შემდეგ ესენი ზღვაში შეცურდნენ და ეს ზღვაში მისდევენ და ამ გემებს ეჭიდებიანო იქნებ დააბრუნონ წამოვიდნენ ერთი დღე ზურგხარით კი არის და შემდეგ ჩრდილოეთის ქარმა დაბერაო და გაჩერდნენ ვეღარ მიდიან და ერთმანეთს შორის არის საუბარი რომ რა მოხდა ჩვენ იქნებ არამართებულად ვიქცევით მეორე ვერსია არის რომ იქნებ ეს არ არის წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები და მესამე ვერსია იქნებ ეს წმინდა ნაწილები რომ ამოვიღეთ ვინმე ხომ არ მოიპარა აქედან ეს წმინდა ნაწილებიო ეს ყველაფერი ისტორიკოს სიგე ბერტის და ნიკიფორის რომით აღწერილი ეს ყოველივე და მართლაც სახარებაზე რომ მოიყვანეთ სასაფიცებლად ხუთ მხედარს ხუთ გზავრს მოუპარავს წმინდა ნაწილები და აბრუნეს და მერე მიეცათ საშუალება უკან ჩასულიყვნენ ბარში ჩასულებს აქაც ბენედიქტიანელთა ორდენის მონასტერი იყო ილია ერქვა მას წინამძღვარს და იქაური მთავარეპისკოპოს შორის ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდა დაპირისპირება ისე რომ 4 ადამიანი დახოცეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ჩატანილია დახოცეს ხალხი ხოლო შემდეგ დაიწყეს მისში ამ ტაძრის ესე იყო პირობა რომ დაეშენებინათ ახალი ტაძარი როცა ჩააბრძანებდნენ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებს და იქაურმა მთავარეპისკოპოსმა აღუთქვა აღვაშენებთ ოღონდ ჩვენთან გადმოიტანეთ ეს სიწმინდე. მოკლედ დაიწყეს ტაძრის მშენებლობა და მართლაც ააშენეს ტაძარი და მოიწვიეს შემდეგ რომის პაპი და მან აკურთხა ეს ახალი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია. მე არ ვარ ნაყოფი, მაგრამ ახალი ზურჯა ნაყოფი და საოცარ ამბებს ამყვებიან ჩვენი ქართველი და მართლმადიდებელი. რაჭასთან როგორ არის დაკავშირებული ესეც რომ მოვასწროთ ცოტა დრო გრჩება და წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები გაფანტო საქართველოში გელათში იყო მისი ხრის ძვალი რომელიც კომუნისტებმა გაიტანეს შემდეგ კვლავ უკან და რუსკომას ჩაბრძანებული კვლავ გელათში ასევე იყო სიონის ტაძარში ორი წმინდა ნაწილი იყო რომელიც დაკარგული ასევე ანჩისხატში იყო. რაც შეეხება რაჭაში იყო აი რაჭას ნიკორწმინდის ეპარქია ეწოდებოდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რომ შენდებოდა მე-11 საუკუნეში. უნიკალური ცნობილი ტაძარი, უნიკალური შვენიერი. არა მარტო რაჭაში, მთელ საქართველოში და შვენიერი. დიახ. და მომავალი მეფე ბაგრატ მეოთხეს მოგვარეს ბიზანტიის იმპერატორის ძმისშვილი ელენე დედოფალი. ელენე იყო მცირეწლოვანი, 7-20 წლის. მას გამოატანეს სიწმინდე წმინდა ნიკოლოზის მთელი მკლავის ძვალი. ეს იყო დიდი სიწმინდე. ახამშენებარე ტაძარში, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელობისა იყო მომავალმა მეფემ შესწირა ეს სიწმინდე და მთელი საუკუნეების განმავლობაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე აქ ინახებოდა ეს სიწმინდე. წმინდა ნიკოლოზის ხსანების დღეს მოაბრძანებდნენ დიდი ლიტანიობით, დიდი რუდუნებით ეამბორებოდა და მრავალი სასაული აღესრულებოდა. იყო ერთი ქალბატონის უპატარა ბიჭი იყო აი მაშინ და მაინტერესებდა ესეთი რაღაცები და 80-იან წლებში 70-80-იან წლებში ქალბატონი კესანია კობახიძე ღმერთმა აცხონოს ისეთი თბილად მესაუბრა წამიყვანა მაჩვენა პატარა ბავშვი ვიყავიო და მითხრა იქაური ნიკორწმინდელი კაცის სახელი და გვარი რომელსაც ბუნებრივი ახლა არ მოგახსენებთ და აი მაჩვენა ტაძრის სამხრეთ მხარეს ძვალი სადაც გამოიტანაო ამ კომკავშირელმაო და ძვალი დაჩეჩქვაო წმინდა ნიკოლოზისაო და შემდეგ ისე მოხდა რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება მარტოობაში იყო და ყვიროდა დალპაოდა ხო რაც შეეხება ამ სიწმინდეებს მე კომუნისტებმა წამოიღესო იქაური სიწმინდეები რაც კი არ მოიყო და ახლომდებარე სოფლების და აგარასთან არის ექვია ნიკორწმინდასთან და ხატი მინდორა დაარქვეს დაწვეს ეს ადგილები მეუფე ელისე აღმართა იქ ქვაჯვარი ახლა მეუფე ვახტანგის ლოცვით და მისი დიდი ძალისხმევით შენდება იქ ეკლესია და წმინდა ნიკოლოზმა დაიცვა ჩვენი სამშობლო წმინდა შიომღვიმემა წმინდა ესაია წინასწარმეტყველმა ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ჩვენი დედა ეკლესია თქვენი ტელევიზიის ერთგული მსმენელი და მაყურებელი და
ყველა ქრისტიანი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით დამწმინდანების მოსახელეებს უწევთ ბევრია ესეთი მრავლად არის ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის გულსახური თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი დღევანდელი წმინდანების შესახებ გვესაუბრებთ. 7 გზის ლოცვის დრო არის, ერთად მოვისმინოთ 29 საათზე და განვაგრძობთ შემდგომ გადაცემას. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული. და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და
ღმერთო ჩვენო დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. პირდაპირ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ გადაცემას, ვიდრე სტუმრები შემოგვიერთდებიან, სიუჟეტ შემოგთავაზებთ. წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში, ასე ჰქვია ახალ გამოცემას, რომლის წარდგინებაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში გაიმართა. ვნახოთ ეს სიუჟეტი. წიგნში წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში გადმოცემულია წმინდა მეომრების იკონოგრაფია, ლიტურგიკული და სახვითი ტრადიცია საქართველოში. მონოგრაფიულ ნაშრომს 5 ავტორი ჰყავს, მათ შორის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი ეკატერინე გედევანიშვილი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ალექსიძე. წმინდა დიდმოწამე გიორგი, წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი, წმინდა მოწამე თევდორე სტრატილატი და წმინდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა. ეს იმ წმინდა მეომრების ჩამონათვალია, რომლებზეც წიგნშია მოთხრობილი. მონოგრაფიული ნაშრომი მოიცავს 5 თავს და ძირითადად განიხილავს უმთავრესი წმინდა მეომრების, ესენი არიან წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი, წმინდა თევდორე ტირონი და თევდორე სტრატილატი, წმინდა ევსტათე პლაკი და ამ ნაშრომს ახლავს შესავალი თავი, რომელიც არის დაწერილი ნიკოლოზ ალექსიძის მიერ, რომელიც გულისხმობს კულტის ფორმირების ისტორიას, როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში და აქვს ერთი დამასრულებელი თავი, რომელიც ეკუთვნის ნიკოლოზ ალექსიძეს და ქეთევან მამასახლის და ეს თავი იხილავს წმინდა მხედრების ლიტურგიკულ ტრადიციას საქართველოში, მათი ხსენების ტრადიციას და ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ასახვის ტრადიციას. ეს არის ერთგვარი ინტერდისციპლინური კვლევა, სადაც რა თქმა უნდა ფოკუსი არის ხელოვნებაცნობით ასპექტზე, მაგრამ ასევე ლიტერატურულ, ისტორიულ და სხვა ასპექტებზე, ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება ყოვლისმომცველი, რაც შეიძლება ამომწურავი, თუმცა ალბათ შეუძლებელი არის, მაგრამ ამავე დროს რაც შეიძლება ადვილად ხელმისაწვდომი არასპეციალისტისთვის. ანუ ჩვენ გვინდა რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს, მათ შორის სტუდენტები, მათ შორის სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც უნდა გაიცნონ ამ შევა მათთვის უცნობ სფეროს. მონოგრაფიული ნაშრომის წარდგინება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე ავტორებმა სამუშაო პროცესი გაიხსენეს და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. წიგნის სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა, საზოგადოება ივერიისას და ფარიგის მხარდაჭერით გამოიცა.
თავმოყრილი არის ამ წიგნში ძალიან უნიკალური, სრულიად ესე იგი მთელი სისავსით წარმოდგენილი მასალა სახვითი ხელოვნების, შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების ყველა სფეროში თავმოყრილი. წიგნის გამოცემა და მომზადება დაფინანსებული არის შოთა რუსთაველის ფონდის მიერ და შესრულებული არის ჩვენი მეცნიერ თანამშრომლების ავტორობით. ეს გახლავთ ეკატერინე გედევანიშვილი, მთავარი ავტორი და ასევე თამარ დადიანი და ირმა მამასახლისი. ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა დაწესებულებებთან, ქვეყნის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან და ერთ-ერთი თანამშრომლობის შედეგი არის დღეს წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, ეს ძალიან ინფორმატიულია, ამავე დროს ძალიან მარტივად იკითხება და ფართო საზოგადოების ფართო მომხმარებელს საშუალება ექნება ეზიაროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ჩუბინაშვილის ცენტრი მოგეხსენებათ არის ეს მთავარი დაწესებულება, რომელიც შეისწავლის საქართველოს ძველ შუა საუკუნეების ახალ ხელოვნებას და შესაბამისად მზადდება პუბლიკაციები, რაშიც ძალიან გვეხმარება რუსთაველის სახელმწიფო ფონდი, იმიტომ რომ ჩვენი სახსრები ამისთვის არ გაგვაჩნია. და მე მგონია ეს მეომრების გამოსახულებები და მეომართა თემა ქართულ ხელოვნებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მიულოცო ქალბატონ ეკა გედევანიშვილს ეს წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომის პრეზენტაცია. მოგეხსენებათ, რომ წიგნი ეძღვნება წმინდა მხედრებს. ორი წიგნია, ინგლისურად და ქართულად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ჩვენი ქართული დამოკიდებულება ხელოვნებისადმი და ზოგადად წმინდა მხედრებისადმი იქნება საჯაროვებული საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა მხედრები ეწეოდენ მას ამ ღვაწლში და კიდევ ბევრჯერ შეეწევიან. იმიტომ რომ ქართველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს მხედრობის როლის ხაზგასმა. წიგნი წმინდა მეომრების შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ქართულ და ინგლისურ ენაზეა გამოცემული. მონოგრაფიული ნაშრომის ელექტრონული ვერსია ყველასათვის ხელმისაწვდომია. ვაგრძელებთ გადაცემას. ბოლნისში ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება. უკვე მესამე წელია, რაც ბოლნისი ათეულობით მარანს, ათასობით ქართველს თუ უცხოელ ღვინის მოყვარულს და პროფესიონალს მასპინძლობს. თემაზე სასაუბრო შემოგვერთა ფესტივალის ორგანიზატორი, სომელია ბატონი ჯაბა ძიმისტარიშვილი. მოგესალმებით ბატონო ჯაბა, მადლობა. მოგხდოდა ხერჩიკა ღვინო ამას. კი, ნამდვილად. კი. ასე რომ წლისად შეიძლება ადამიანი დაულოცო. ჩვენთან მობრძანებისთვის და დღევანდელ დღესაც გილოცავთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს ნიკოლოზობას, შემღრმელობას, მინდა ესერსენებას და მესამედ იმართება ეს ფესტივალი, როგორც აღნიშნეთ. 31 მაისს ჩატარდება, ხო? 31 მაისს. ბოლნისში ამ შესანიშნავ ქალაქში წელს რას პირდებით და რითიც არის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი და რა ელის სტუმრებს, ამთვალიერებლებს, მცოდნეებს, მოყვარულებს, წარმოებლებს? მოკლედ ზოგადად ყველა ფესტივალი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ამას აქვს კონკრეტული მიმართულება და ეს არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ფესტივალი. ანუ საქართველოში ჯერჯერობით ახლა გვაქვს 32 დაცული ადგილწარმოშობის დასახელება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მიკროკლიმატების ცვალებადობა, ნიადაგის სხვადასხვაობა, საქართველოში 48 სხვადასხვა ტიპის ნიადაგი გვაქვს. უფრო მეტი საშუალება აქვს საქართველოს, რომ მეტი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო იყოს. ეს კატეგორია ითვლება პირამიდის მწვერვალად მსოფლიო მეღვინეობაში, ანუ ყველას თუ ვინმეს რამე კარგი და საუკეთესო ღვინო აქვს, ისინი არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. აი რომ გამომარტოთ, ეს რას ნიშნავს, ხომ მეც ეგ კითხვა დამეკვირდა. კონკრეტულ უფრო კონკრეტულად როგორ? კი, მოდი ჩავშალოთ მაშინ. კონკრეტულ ნიადაგზე, კონკრეტული მიკროკლიმატით კონკრეტული ვაზის გაშენებით შეგვიძლია ამა თუ იმ ვაზს მივცეთ საშუალება თავის საუკეთესოდ გამოავლინოს. შავკაპიტო მაგალითად რომელიც ბოლნისშია, ხო? აი ეს მაგალითი შეიძლება სხვათა შორის აი შავკაპიტოს თუ ავიღებთ, არის ოკამი, რომელიც არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, არის ბოლნისი, რომელიც არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების და აი ამ ორ პატარა მიკრო
ნიადაგებზე გვაძლევს საუკეთესო მოსავალს და საუკეთესო თავლეს თავის ჯიშურ არომატებს. მე ჩემი მხერის ღვინოს ვიტყვი, ხვანჭკარა, საქვეყნო ცნობილი გადასარევი, კონკრეტულ ადგილზე ეს არის ორი პატარა ფერდი, სადაც ნამდვილი ხვანჭკარა, ორი ყურდი შედეგად მოდის. ეს შემთხვევა გვაქვს. ხო და კიდე სხვა რომ ის ნიადაგი ჭირდება, რომ ისეთი ნაყოფი გამოიღოს, რომელიც მე უნიკალურ ღვინოს მოგწონს. აი მაგალითად ალექსანდროვი უსახელაური ლეჩხუმში. ესეც დაცული ადგილწარმოშობა ოღონდ ოყურეშის უსახელაური, თორე უსახელაური შეგვიძლია კახეთშიც მოვიყვანოთ, მაგრამ იმას უნდა დავაწეროთ უკვე უსახელაური და არა ოყურეშის უსახელაური, იმიტომ რომ იმისი განსაკუთრებულობა მდებარეობს ამ სოფელში, ამ ტერიტორიაზე და რამდენი ესეთი ადგილი, ბევრი გვაქვს, ან ბევრი ესეთი ღვინო გვაქვს? 32 გვაქვს ჯერჯერობით. მაგრამ მზარდია და ეს ფესტივალი. ეს ფესტივალის ალბათ ერთ-ერთი მიზანი ეს არის, ხო? წარმოჩენა ხელმძღვანელობა ეს არის, რომ უფრო მეტი საშუალება მივცეთ ქართველ მეღვინეებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. რა უნდა გითხოთ, იცი, ჩემისთანა დილეტანტისთვის დიდი განსხვავება ვერ იქნება. მცოდნეები, ვინც ამ პროფესიაში ხართ, ან უბრალოდ კარგი ღვინის მსმელი, ვისაც იცის ღვინოს შერკვევა და ღვინის ფასი და ღვინის სიწმინდე იცის. განსხვავდება ძალიან გემები, აი როგორც ვთქვით, ხო, უსახელაური ან სხვა არ დავკონკრეტ, ხო, რომელიც იმ ადგილას არ არის, სხვაგან მოვიდა, სხვაგან მოიყვანა, სხვაგან დაიწურა, დიდი განსხვავებაა მე გემების შედეგში. ძალიან დიდი განსხვავება. მართლა ხო? აი, იმდენად დიდი განსხვავება, რომ უბრალოდ თუ არ დაუკვირდები და ისე თუ არ მიირთმევ. თუ სულ ცოტათი რომ დაუკვირდე, ეგრევე ეგრე ყველაფერს. აი, ავიღოთ უსახელაური, წეგან თქვით, ზევით ხო, ლეჩხუმის მთებში. გვაქვს უფრო მაღალი მჟავიანი, გვაქვს უფრო ტექსტურას და სტრუქტურაც განსხვავებული და კახეთში რას ვიღებთ? კახეთში მაგალითად ავიღოთ ჩემი რეგიონი გურჯაანი, იქ მაქვს მაღალი მზესაათების რაოდენობა, იქ იქნება მაღალ ალკოჰოლური და იქნება დაბალი მჟავიანობა. წარმოიდგინეთ რამხელა დისონანსია მაგისი. ანუ გემოს თვალსაზრისითაც არა მხოლოდ თქვა მიმართულებით აქ მექნება მაღალ ალკოჰოლური ღვინო, იქ მექნება დაბალ ალკოჰოლური, მაგრამ შედარებით უფრო ნაკლებ სხეულიანი, მაღალ მჟავიანი და ეს მჟავიანობა, ანუ რატო არის ხოლმე იქით ამ ხარეს, უფრო ესეთ ნახევრად ტკბილი ღვინოები მჟავიანობა სითბოს უნდა ბალანსებდეს და მე არომატებს უფრო გრძნობ. უფრო მეტად შეიძლება. საფერავის ადგილწარმოშობა სად არის? ანუ ნამდვილი საფერავი რომელია? აჰა, დავიწყოთ საფერავზე. საფერავს აქ იმხელა ხვანჭკარა უსახელაური დიდად არ ჩაერთო. არა, ეს ხო შეიძლება ისხეულიანიო რომ მახსენეთ ეს სტრუქტურის თვალსაზრისით კახურ ღვინოს უფრო ეს ახასიათებს. კახური ღვინო კი, რა თქმა უნდა და ღვინო ეგრე უნდა. წვადი და ღვინო კახეთში. კი. ნამდვილად. მუკუზანი. სხვა მხარეს არ ეწყინოს ყველგან გადასარევი ღვინო. მუკუზანი. არის დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, ხო და ეგ არის საფერავი. ასევე ხაშმის საფერავი. ცნობილი. ასევე ახოების საფერავი. ანუ საფერავს აქვს ძალიან დიდი გამა. და ყველა პატარ-პატარა სოფელში შეგვიძლია სულ სხვადასხვანაირი საფერავი. ალბათ ამიტომაც არის. კიდე ერთხელ ვეძახი, მე ვერ ვერკვევი ცოდნიერება, მაგრამ არის გამიშინდა საფერავი და ყველა საფერავი შეიძლება სხვა გემო ქონდეს. აქედან გამომდინარე. ავიღოთ ახლა ბონისური საფერავი. რადიკალურად განსხვავებულია. ისევე როგორც ქაწითელი, კახური ქაწითელი, სულ სხვა არის და ბოლნისში ვიღებთ შედარებით უფრო ნაკლებ სხეულიანებს და ციცხადაცული კოვრიც ყოფილა ბოლნისში, ხო? ცოტა რაოდენობით. იცით როგორი რამე ბოლნისში? იმერული ჯიში. სადაც რას დავრგავთ ყველგან გვექნება, იმიტომ რომ სადაც ვაზი ხარობს, იქ შეიძლება ნებისმიერი ვაზი დარგო. მაგრამ ვერ მიიღებ ისეთ შედეგს, იმიტომ არის ეს დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, რომ ვერ მიიღებ ისეთ შედეგს, როგორც კონკრეტულ სადმე ტერიტორიაზე. პირველი ორი ფესტივალიდან დღემდე მესამე ფესტივალი ტარდება, როგორ თქვით, რა შეიცვალა წელს რა იქნება სიახლე, როგორ დაიწყეთ საერთოდ და როგორ ვითარდებით? განვითარება ზოგადად ამ ფესტივალსაც აქვს ერთი რამ კიდევ ეს არ გვითქვამს, ტარდება ხოლმე ბრმა დეგუსტაცია. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრები ყავს ყოველთვის. ბრმა დეგუსტაცია არის შემოდის ღვინო, ვიცით ადგილწარმოშობა, ვიცით რომ ეს არის მუკუზანი და ვიცით რომელი წლის მოსავალია. შესაბამისად კომპანია ვინ არის მწარმოებელი არაფერი არ ვიცით და ხდება მისი ქულებრივი შეჯამება. გასაგებია, მე სხვა რამე ვიგულისხმობ. რატომ ბოლნისი და არაფერი საწინააღმდეგოა კარაჩეულები? არა, გეტყვი, ძალიან მარტივად გეტყვი. ღვინის კულტურა სამყაროში დაიწყო მაგ ტერიტორიიდან. ამ თლიანი ღვინის წარმოება დაიწყო მაქედან
მაქედან მოხდა გავრცელება, პირველი წიფწებიც მაგ ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი და ძალიან მარტივია ჩვენ მოწვეული სტუმრებისთვის, ჩვენი უცხოელებისთვის მაგისი ახსნა. იმიტომ აქედან დაიწყო და ერთი კარგი ფესტივალი ეკუთვნის ამ არის ხოლმე აღმოჩენა მაგთვის როცა ეუბნებით რომ აქედან დაიწყო ღვინო. რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ვინც მოდის ყველა მიცის. ღვინის სამყარო ყველა მიცის. უბრალოდ შეიძლება ვიღაც დილეტანტს აუხვიო თვალები და რაღაცები, მაგრამ ვინც ღვინო იცის, ყველა მიცის. აი დაიწყო ბოლნისიდან, მაგრამ დღესდღეობით აი ბოლნური ჯიში, ანუ ბოლნური ღვინო ესეთი განსაკუთრებული რომელი არის? მაინც მოდი გამოვყოთ ერთი აი მაქეთა ტერიტორიის რაც არის შალა. ასურეთულ შალას რომ ეძახიან, ხო? ეგ არის კონკრეტულად მაგ ტერიტორიიდან დანარჩენი შეგვიძლია ეს საფერავი და ისინი რაც გვაქვს. ეგ ტერიტორია ზოგადად ძალიან გავერანებული იყო, მაგაც ჩამოსახლება ქართველი მოსახლეობის და თავიდან თუ იცით ალბათ გერმანული გერმანელების დასახლებები და მოკლედ საკმაოდ ძალიან დიდი და კარგი ისტორია აქვს, იმიტომ რომ მან შეიძლება კიდევ დარეგისტრირდეს ცალკე მიმართულება ღვინის დაყენების, იმიტომ რომ გერმანელებმა ნახეს ქართული ქვევრის ტრადიცია, აიღეს თავისი ევროპული ტრადიცია და რაღაცა შერწყმა გააკეთეს, იმიტომ რომ ქვევრებს ვერ უვლიდნენ კარგად, გამოიყენეს კასრები და გამოვიდა რაღაცა ახალი და შეიძლება მაგისი თვითონ როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მიცემა, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ მაგ ტერიტორიაზე კეთდება ასეთი ღვინო. იყენებენ ჩვეულებრივ მუხის კასრებს, მაგრამ დამზადების ტექნოლოგია არის ქართული, ჭაჭაკლერტის სრული გამოყენება, რაც ქვევრის ჭურჭელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე შეცვლილი და რაღაცა ახალი გემოები აქვს დასმული და ამას ცალკე კიდე უნდა მიხედვა და ცალკე რაღაც დარეგისტრირება, მოფერება, შენარჩუნება, მუშაობთ მაგ თემაზე და ფესტივალის შედეგებზეც რომ გითხრათ, ქართველი მეღვინეებისთვის რამდენად შედეგია? ქართველი მეღვინეებისთვის, აი ახლა გეტყვით, წელს რა გვაქვს კიდევ განსხვავებული და კარგი. წელს ჩამოყვავს ევროპიდან საკმაოდ ბევრი და ძალიან ცნობილი ღვინის მწერლები, wine masters რო ეძახიან და ღვინის შემოქმედები, ისეთი ადამიანები, რომელმაც უბრალოდ რაღაცა ღვინო რომ მოეწონოს და ერთ სურათი გადაუღოს, ეგრევე 2 მილიონი მნახველი რო ყავს. ანუ იქ ევროპაში გამარჯვებული კი, ისე აზრით ამ სფეროში მნიშვნელოვანია. კი ბატონო, და თვითონ ღვინის მწერლები და მცოდნეები, რომლებსაც საშუალება ექნება თვითონ მეღვინეებს შეხვდნენ, გაესაუბრონ, ასევე ექსპორტიორები თან წელს კიდევ სიურპრიზად ვინახავდი, მაგრამ ტელევიზიაში შეგვიძლია უკვე გავაჟღეროთ, რომ პირველი სამეული პირდაპირ კონტრაქტით შეგვიძლია უკვე ევროპის ბაზარზე დავაკონტრაქტოთ და უკვე ექსპორტი გააკეთონ ამ ადამიანებმა, ამ მეღვინეებმა. ეს ახალი ამბავი არიციან და თვითონ ფესტივალზე ვაპირებდით მაგის განსხვავებას, მაგრამ ჯერ ხო არიციან ვინ არიან ეს გამარჯვებულები. გვაქვს ოქროები, გვაქვს ვერცხლი და წელს კიდევ ბრინჯაოები დაგვემატა. ამ ადამიანებს ხო კიდევ ერთი შეთავაზება ფესტივალის მხრიდან, პირველი ათეული, რომელიც ყველაზე მაღალ ქულებს აიღებს, იგზავნება მერანოს საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე, ფესტივალის დაფინანსებით. ანუ იმ ადამიანებს არაფერი არ აქვს გადასახდელი, პირდაპირ საერთაშორისო ფესტივალზე უშვებთ, ეს უკვე ნოემბერშია. პირველი ათეული არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, რომელი დაცული ადგილწარმოშობის დასახელება იქნება, მთავარია ბრმა დეგუსტაციაზე მაღალი ქულები აიღო და პირველი ათეული შეჯამდება მასზე. ოქროები შეიძლება იყოს ვერცხლი, შეიძლება იყოს ბრინჯაო, ოღონდ თავარია პირველი ათეული იყოს ყველაზე მაღალი. მოკლედ, წარმატებას გისურვებთ და აი როგორ წარიმართება და როდის წარიმართება, დასწრება როგორ არის, აი ეს ყველაფერი დეტალები რომ მივაწოდოთ ჩვენს ნახევარს. კი ბატონო, ფესტივალი 31 მაისს 12 საათიდან უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება. საკმაოდ ბევრი აქტივობა, იხილავენ ძალიან საყვარელ და ნაცნობ მუსიკოსებს, ხელოვნებს, კი ბატონო და გაგრძელება საღამოს 8 საათამდე დაახლოებით. ტრანსპორტირებას რაც შეეხება, ესეც ძალიან აუცილებელია ველოსიპედი
და როგორც წესი გადიან ხოლმე ტრანსპორტი და ავტობუსი იქნება გამოყოფილი, კიდევ გეგმავთ დამატებას, იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და ბევრი რეკავს. მონაწილეობა, ჩამოსვლა, უფასო აბსოლუტურად ყველაფერი, უბრალოდ უნდა ჩამოვიდნენ და ისიამოვნონ, ბავშვებით, ოჯახებით ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ ბავშვებისთვის რეკრეაციული სივრცეებიც იქნება, ისიამოვნონ ჩვენი ღვინით და თან საშუალება ექნებათ იმ უცხოელებთანაც შეხვედრის და მოკლედ დღეს თუ გონით ვერ მოვედით თქვენ აუცილებლად უნდა გვესტუმროთ. მადლობა. მე გასულ წელს ვიყავი ბოლოში, დიდი ხანი არ ვიყავი ნამყოფით, ესეთი ლამაზია და ესეთი გამშვენებულია, მარტო ამის გამო გესწასლა, აი არაჩვეულებრივი ქალაქია ძალიან. კიდევ მასტერკლასები ჩატარდება ღვინის და მოკლედ საკმაოდ დიდი პროგრამა. თერთმეტი დავერაზმეთ ბოლნიში. მადლობა, წარმატება თქვენ და ფესტივალის ორგანიზატორი, სომელია ჯაბა ძიმისტარიშვილი იყო ჩვენი გადაცემის. მალე დაგიბრუნდები და გველოდით. ვაგრძელებთ გადაცემას და კიდევ ერთი სასიამოვნო თემა, ჩვენ ახლა ბოლნიზე ვსაუბრობდით, ახლა რუსთავში გადავინაცვლოთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი მორიგი სოლო კონცერტის ემზადება საღამო რუსთავში გიგალ ორსკიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. საგალობელი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამი წარდგება და რა თქმა უნდა თემაზე სასაუბროთ გუნდის ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძეა ჩვენი სტუმარი დილომ მშვიდობთ. მოგესალმებით. რას პირდებით მაყურებელს პირველში ვთქვათ როდის გაიმართება, ვთქვათ რომ ახალი პროგრამაა და მოკლედ ძალიან მალე შეგიყვარა თქვენ საზოგადოებამ, გიცნობთ ყველა არჩეულებრივ ნიჭიერ ბავშვებს, ზოგი უკვე ბავშვიც აღარაა და მოზარდია და აი რას პირდებით ამ სოლო კონცერტით? ხო, უკვე მერვე წელი სრულდება, 25 მაისი არის ჩვენი დღე, როდესაც უწმინდესმა გვაკურთხა დაგლოცა დაბადების დღე. დაბადება და არსების. ხო, ესეა და 24-ში აღვნიშნავთ რუსთავის დრამატულ თეატრში საგალობელის სრული შემადგენლობა. ეს არის სამი ჯგუფი, სამი თაობა. თაობა შეიძლება ვერ დავარქვა, მაგრამ ის ახალი ბავშვები ვინც მოდიან, ყველა იღებს მონაწილეობას და გვაქვს ერთი სიახლე. უკვე ეს ბავშვები იმხელები არიან, ისეთ დიდები არიან, მათ აქვთ თავიანთი ამბავი მოსაყოლი, თავიანთი ისტორია და წამყვანებიც იქნებიან საგალობელს. აი, ნახე, ჩართულები არიან გარდასაკვირველისა. ასევე გვაქვს სიახლევის, რომ რეპერტუარი გავამდიდრეთ, ხალხური საკრავების პედაგოგი მოვიწვიეთ
ძალიან კარგი ბიჭი ახალგაზრდა გიორგი შაროვი, რომელიც ჩაუდგა სათავეში ამ საქმეს და აი ეს შედეგიც ვნახოთ რა დაიდება. ასევე გვაქვს ქორეოგრაფიული ნომრებიც. დიახ, ეს არის სიახლე და ეს ყველაფერი შევძელით, მას შემდეგ რაც თეატრალურ უნივერსიტეტში გადმოვიდა ჩვენი საგალობელი სარეპეტიციო პარტიებს დაგვითმეს და მე აქედან მადლობა მინდა გადაუხადო თეატრალურ უნივერსიტეტს, რომ მოგცა ამის საშუალება უწყვეტი პროცესი მიმდინარეობდეს ჩვენი რეპეტიციების. რეპეტიციები როგორ მიმდინარეობს ეს მოგვიყევით და გვინახი ხარ ცხოთა შორის საკმაოდ მკაცრი ბრძანდებით. თორნიკე გეხმარება თქო თქვენთან ერთად არის თქვენი თორნიკე მანწკავა. კი, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. არა მარტო თორნიკე, მამაც არის ჩართული ამაში რამენი კაფეზე, როგორც კონსულტანტი და ფაქტობრივად ოჯახური ტრადიცია ამ კუთხითაც გრძელდება. ვართ ძალიან ისეთ ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად დილით ახლა ბავშვები იმიტომ ვერ მოვიდნენ, რომ მე როგორ ესეთი აქტიური სარეპეტიციოც გვაქვს ხო და დაგითმეთ. შემდეგ აუცილებლად უკვე ასე მარტო დღეში გვაქვს კონცერტი ფაქტობრივად. ხო, ნუ წინა საკონცერტო თან ახალი პროგრამით და სიახლეებით დაწუნებულიო როგორ რეჟიმში იქნებით. ყველაზე პატარა მონაწილე ამ ხელა ყავს. 5 წლის. 5 წლის არის ყველაზე პატარა და დიდი უკვე 18 წლის არის. წარმოგიდგენთ. წამყვანები 18 წლისები არიან, ესე იგი 16-17 კი. ეხლა რაშია საქმე? თვითონ ისე შეიკრა ეს ხელ სიყვარული ტრიალებს მოგეხსენებათ ეხლა სადაც ეს ახალგაზრდები ამდენი წელი ერთად არიან ბავშვები, ძალიან დიდი სითბო სიყვარულია, მეგობრობა მათ შორის და მათი მეგობრები მოდიან ბევრნი უკვე არანათლულებიც. შემოგვიერთდა გუნდში და ანუ სურველები სიმღერის და აი ამ ფერხულში ჩაერთო ძალიან ბევრი ახალგაზრდა და მოხარული ვარ რომ არა მხოლოდ პატარები და დედას კი არ მოყავს თვითონ თავიანთი სურვილით მოდიან და საკმაოდ ისეთი შეგვიყვარა მაყურებელმა და ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის. მაიკო წლიდან წლამდე იზრდება პატრიარქის ნათლულების რიცხვით და ამის პარალელურად ასევე იზრდება მასშტაბი და რიცხვი თქვენი გუნდისაც. აი მე მახსოვს რომ თქვენ გქონდათ იდეა რეგიონებშიც ფილიალები დაგეარსებინა. სწორედ აი ეს ემსახურება ეს კონცერტიც რუსთავში, იმიტომ რუსთავიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა და ჩვენ ვესაუბრეთ მერია გვიდგას გვერდით და გამოიძებნება ფართი, სადაც სექტემბრიდან შევძლებთ უკვე ჩვენ რეპეტიციების ჩატარებას და გაიხსნება ფილიალი. ჩვენ ვნახოთ რა შემოგთავაზებთ ჩვენ ველოდებით ამას რომ რუსთავში უკვე მოხდეს განხორციელდეს ეს იდეა, რასაც ამდენი ხანი არაჩვეულებრივი იქნება, დიდი შეწევა დახმარება იქნება და რაც თქვა ელისაბედ მესიგი მართლა 50000 მიაღწია დაახლოებით პატრიარქ ნათლულ გუნდმა და ალბათ აქედან გამომდინარე, ასაკიდან გამომდინარე თქვენთანაც არის მომართვიანობა და იზრდება. კიდე ერთხელ თქვა, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ეთერში ამაზე მაიკო და ვინც შეიძლება აი ახლა მონათლეს სურვილი აქვს დარწმუნებული ბევრს. როგორ ხდება, რა არის საჭირო რომ ნათლულები რომელსაც შეიძლება შემდგომ მოუნდეთ ბავშვებს და მშობლებს რომ ამ გუნდში იყვნენ და დარწმუნებული ბევრს უნდა რა არის საჭირო ამისთვის? ამისთვის საჭიროა მხოლოდ სურვილი ის რომ მოვიდნენ ჩვენამდე, ჩვენამდე მოვიდნენ და გავიცნო. აი ახლა კარგი იქნება თუ სექტემბერში მოსვლის მსურველები ეხლავე მოვლენ და რაღაცა შედგება ჯგუფი წინასწარ. ჩვენ ვართ აღმაშენებლის 40 ნომერში, რომელიც არის გახლავთ თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, შაბათ-კვირას გვაქვს მეცადინეობები. ასევე გვაქვს ჩვენი ვებგვერდი, სადაც მითითებულია საკონტაქტო და შეუძლიათ შეგვეხმიანონ. არ არის რთული ჩვენთან მოსვლა, რატომღაც გონიათ რომ რაღაც ბარიერი არსებობს, არანაირი ბარიერი არ არსებობს, ნათლულები, მათი დედმამიშვილები, თამამად შეუძლიათ მოვიდნენ. რა საკიდან აღარ გეკითხებით, იმიტომ რომ 5 წლის არის უკვე მონაწილე. 6 წელი დასასრულელია, ხო ვაცალოთ ის 5 წელი თავი ბავშვობა და შემდეგ უკვე რაღაცა მნიშვნელოვანია. ძალიან მეხმარება უფროსი თაობა ამ ყველაფრის მოგვარებაში. არიან დედმამიშვილები? კი, როგორ არა 4-5 ერთად მოდის ხოლმე და ხანდახან ხუმრობ მე ხო არ მოგაკითხოთ ოჯახში. ანუ პატრიარქის ნათლულის რომ არ იყოს დედმამიშვილი შესაძლებელია? რა საკვირველია, კი, პირველი რაც გითხრა უწმინდესმა რომ მოვიდეს ყველა იმდენად. არ უთხრათ და. ბატონი რამინი, სასიკადულო, დიდი მუსიკოსი, დიდი შემოქმედი, დიდი მომღერალი ცხადი არა მარტო თქვენს ოჯახში და თქვენს ანსამბლში, ძალიან ბევრი ანსამბლს ხელმძღვანელობდა, დაარსა, კურატორობდა, მისი აზრი და მისი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია. თქვენ თქვით რომ ჩართულია ასევე და გეხმარებათ. მოდის ხოლმე რეპეტიციებზე, ისმენს, აი რა კუთხით არის ჩართული, იმიტომ რომ ბატონი რამინის შეფასება, რა თქმა უნდა, ყველა მომღერლისთვის დიდი ბედნიერება. რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა როგორც გითხარით, სამი თაობა
ხელმძღვანელობთ. მამა მოდის აუცილებლად ისმეს ამას და თავის რჩევებს ვითვალისწინებთ მის რჩევებსაც და რაღაცნაირად ისე ხდება. ალბათ დამედნიერი იქნება ბატონი რამინ, ბატონი რამინი ხო ბატონი ანზორის და ბატონი თემურის და იმ გვერდით გავინც ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ ეს შეეყარებინა და პოპულარული გაეხადა საქართველოს. აი სიმკის იმას რაც დათესა სწორედ. ეხლა ალბათ წარმოედგინე ბედნიერე რომ ამდენ პატარას უსმენს რომლებიც აი ვეღარ იტევენ ანსამბლები და რეალურად მათი შრომა უკვე ფასდება ახლა და დიახ, აი მე აქედან ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ჩემს პედაგოგთან, დიდ პედაგოგთან ანზორ ერქომაიშვილთან აი ამით მივდივარ, აი ამ საქმით და ყოველთვის რაღაც შედეგი რომ დაიდება ყოველთვის აი მადლობას ვეუბნები მას და თითქოს ის ყოველთვის არის ჩემს გვერდით და რაღაცა ყოველთვის მესმის თითქოს მისი რჩევებიც კი. მამას რაც შეეხება ის ახლა საბედნიეროდ თვითონ უყურებს ამას, თვითონვე არის ამის მონაწილე, რამხელა შედეგი დაიდო, საიდან წამოვიდა იმ დროიდან, როდესაც ქართული სიმღერა სირცხვილიც მოგადგა. ო, რაღაც ემოციურია წარმოიდგინე. და ქართული სიმღერა სირცხვილი იყო. პირდაპირ მნიშვნელობით ყველა მალავდა მართვეში ძალიან დიდი ნაწილი, ვინც არ იყო ტრადიციული ოჯახებიდან, ყველა მალავდა რომ დადიოდა ხალხურ სიმღერებზე და ეხლა ყველას ჩოხის ჩაცმა უხარია, ეხლა ყველას აი ამდენი ბავშვი, ყველა მეორე ბავშვი მღერის სხვადასხვა გუნდებში და ჩვენ ჩოხაზე გამახსენდა ჩვენ ახალი სამოსიწყობს. ო, რამდენი სიახლე ქონია. ისე საინტერესო ჩოხებით და ყოველთვის ბაჟები უკვე შეიმოსნენ ჩოხებით. აი აქვე მინდა ეს ჩვენი მოსაწვევები. დიდი მადლობა. მაშინ კიდევ ერთხელ მოსაწვევით გადმოგვეცით, მე კი ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ წავადგინოთ მაია, საათ როდის რომელ საათზე. ქალაქ მე წავიკითხავ საათი. ქალაქ რუსთავის გიგალორ ქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება საგალობელი სოლო კონცერტი, სადაც უამრავი სიახლე, როგორც გითხრეთ და დასაწყისი 17 საათზე ფიროსმანის 7, ვინც ერთხელ მათ ნამყოფია რუსთავში სადარი თეატრი, თუ არა და ძალიან ადვილი მისაგნებია და ძალიან დიდი სიხარული ელოდება ყველას ვიჩავა. აქედან მინდა მადლობა გადაუხადო სოსონ ემსაძეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ასევე რუსთავის მერიას, რომელმაც ეს დაგვითმო მათ ერთობლივად და ნახოთ ახლა ვცდილობთ რომ არ შევრცხვეთ და გეპატიჟებით დიდი სიამოვნებით წარმატება მათ, ვინც ელოდება საუცხოო კონცერტს 2 დღეში გაიმართებოდა და წარმატება და მადლობა თქვენ რომ გუყურეთ დაგვიწმეთ რომ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიქაბერიძე იყო ჩვენი სტუმარი. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ დაბულაძე უთქვამოდით დღევანდელ გადაცემას. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის მომავალ შეხვედრაზე.